სახელითა მამისათა და ძისათა და სულისა წმინდისათა. ქრისტე აღდგა. ყოვლადო სამღვდელოესო მეუფეო, პატიოსანო მამებო, დედებო, ძმებო და დებო, გილოცავთ გიორგობის დღესასწაულს. წელს ეს დღე დაემთხვა ასევე ზატიკის განზოგების დღესასწაულს. განზოგება ნიშნავს ნახევარს, უпростоრედ განახევრებას. ეს არის აღდგომიდან სულთმოფენობამდე 50 დღიანი სადღესასწაულო პერიოდის ზუსტად შუა მონაკვეთი. და ეს დღე განსაკუთრებით აღინიშნებოდა ყოველთვის ეკლესიაში. ამ დღისთვის საგალობლებს და ლოცვებს წერდნენ ჯერ კიდევ წმინდა ანდრია კრიტელი, იოანე დამასკელი და სხვა ცნობილი მოღვაწეები და ჰიმნოგრაფები. და აი ამ დღესთან დაკავშირებით სახარებაში წაკითხული იყო უფალ იესო ქრისტეს საუბარი კარვობის დღესასწაულზე იერუსალიმის ტაძარში. ეს ვრცელი საუბარია და იქ ერთ ადგილას იგი ამბობს ასეთ სიტყვებს: თუ ვინმე წყურია მოვიდეს ჩემთან და შესვას და ვისაც წამს ჩემი მისი წიაღიდან იდინებენ ცოცხალი წყლის დინარეები. ესეთი საოცარი სიტყვებია. და აი საოცარი ის არის ასევე, რომ დაახლოებით მსგავსი სიტყვები სულიწმინდის მადლით წარმოსთქვა წინასწარმეტყველმა ისაიამ ქრისტეს განკაცებამდე 700 წლით ადრე. ის ამბობს ასეთ სიტყვებს, რომ ხოი მწყურვალნო, ყველანი მიდით წყალთან, ვერცხლის უქონელნო, მიდით და უსასყიდლოდ იყიდეთ. და სხვაგან ამბობს იგივე წინასწარმეტყველი, რომ სიხარულით ამოხაპეთ წყალი სიცოცხლის წყაროდან. ახეთ როგორ გავს ეს სიტყვები უფალ იესო ქრისტეს სიტყვებს. ესე იგი წინასწარმეტყველიც მოგვიწოდებს ჩვენ, რომ დავეწაფოთ ამ სიცოცხლის წყალს, ოღონდაც კი უარი არ თქვათ მასზე. და რა საოცარი სიტყვებია, თუ კი 700 წლით ადრეც აუწყა ეს სიტყვები წინასწარმეტყველმა მსოფლიოს. ეს სიტყვები ჩვენც უნდა გვახსოვდეს და ჩავიბეჭდოთ ჩვენს გულში, რომ ვადიდოთ უფალი აი იმ სიტყვებით, რომლებიც წარმოთქმული იყო დღეს დღევანდელი დღესასწაულის ტროპარში. ხოი ქრისტე ღმერთო, წყარო ჩვენი საცხოვრებისაო, დიდება შენდა. ვის გულისხმობს უფალი იესო ქრისტე ამ სიტყვებში, როცა ამბობს, რომ ვისაც წამს ჩემი მისი წიაღიდან იდინებენ ცოცხალი წყლის დინარეები. ვის გულისხმობს? გულისხმობს მორწმუნეებს, ვისაც მთელი გულით წამს მისი და უყვარს იგი. ხოლო ცოცხალი წყალი რას ნიშნავს? ეს არის სულიწმინდის მადლი, რომელიც მოქმედებს ეკლესიაში. და ამ მადლს უფალი იძლევა, თუ ადამიანი ითხოვს ამას, მთელი გულით თუ ცხოვრობს ამისთვის და დიდი მოწიწებით უფრთხილდება მას, როცა მიიღებს ამ მადლს. და აი, როდესაც ადამიანი ამ მადლს მიიღებს უხვად, მაშინ მართლაც მოედინებიან მისი წიაღიდან სიცოცხლის წყლის დინარეები. ეს მადლი არ იმალება, ფუჭი არ არის და არ იკარგება, ეს ჩანს აუცილებლად. ვლინდება ადამიანის ღვაწლში, მის საუბარში, მის მეტყველებაში, სიბრძნეში, სიყვარულში, ჭეშმარიტ სიტყვებში, მის გარეგნობაშიც, მის ყველა მოძრაობაში. რატომ? იმიტომ რომ ის გახდა აი ამ მადლის მატარებელი. ეს ჩანს. ეს დასტურდება ქრისტიანული ეკლესიის მთელი ისტორიის განმავლობაში. და ჩვენი ეკლესიის წმინდანების
ღვაწლით, მათი სიტყვებით, მათი თხზულებებით ყველგან ჩანს ეს მადლი. და მათ შორის, რა თქმა უნდა, განსაკუთრებულნი იყვნენ წმინდა მოწამეები. და მოწამეებს შორის კი განსაკუთრებულნი არიან დიდი მოწამეები. აი, მათ შორის წმინდა დიდი მოწამე გიორგი არის ჩვენი საყვარელი წმინდანი, ჩვენი ქვეყნის და ეკლესიის მფარველი. დიდი მოწამე გიორგი, შეგვეციოს მისი ლოცვა და მადლი. და რატომ ეწოდება მას დიდი მოწამე? იმიტომ რომ მან დაითმინა ისეთი გონებისთვის წარმოუდგენელი ტანჯვა წამება და ისეთი დიდი მადლი მოიხვეჭა, რომ მისი წამებით, მისი ამ მადლით, მისი სასწაულებით შემდგომ, რომლებიც აღასრულა მან, უამრავი ადამიანი მოექცა ჭეშმარიტ სარწმუნოებაზე და მოვიდა უფალთან. ამიტომ ეწოდება მას დიდი მოწამე. თქვენ იცით, რომ ის იყო მეომარი, ხედარი, რომელმაც დაამარცხა ყველაზე საშინელი ძალა, ეშმაკის ძალა. და რა თქმა უნდა, მხოლოდ ადამიანური ძალებით იგი ამას ვერ იზავდა. აი, სწორედ უფალმა აღჭურვა იგი სულიწმინდის ისეთი მადლით, რომელზეც საუბრობს უფალი ჩვენ იესო ქრისტე და რომელმაც შეაძლებინა წმინდა გიორგის აი ამ ბოროტების დამარცხება. და იგი გახდა სიმბოლო სამუდამოდ გამარჯვების, ბოროტებაზე სიმართლის და სიკეთის გამარჯვების და სიკვდილზე სიცოცხლის გამარჯვების. კიდევ ერთხელ გილოცავთ, ძვირფასო ძმებო და დებო, გიორგობას, წმინდა გიორგიმ, დიდ მოწამე გიორგიმ დაგლოცოთ, მისი ლოცვით უფალმა დაიფაროს, გააძლიეროს, გაამთლიანოს ჩვენი ქვეყანა, საქართველო, დაიფაროს ჩვენი ეკლესია და ყოველი თქვენგანი. თქვენ იცით, რომ მომდევნო კვირაში ჩვენ მოგვიწევს დიდი გაფართოებული საეკლესიო კრების ჩატარება, სადაც უნდა მოხდეს ახალი კათოლიკოს პატრიარქის გამორჩევა. და მე მინდა ვთხოვო ჩვენს სამღვდელოებას, ჩვენს სამონაზვნო დასს, ყოველ თქვენგანს, ჩვენს ძვირფას მრევლს, რომ გავაძლიეროთ ლოცვები, რომ ეს დიდი მოვლენა ჩავატაროთ ღირსეულად, მშვიდობიანად, სიყვარულით, რომ ღვთისნება გამოჩნდეს და ყოფილიყოს ჩვენი ეკლესიისთვის და ჩვენი ერისთვის სასარგებლო არჩევანი და გადაწყვეტილება და წმინდა გიორგის ვევედროთ პირველ რიგში, რა თქმა უნდა, და შეგვეციოს მისი მადლი. კიდევ ერთხელ წმინდა გიორგი შეგვეციოს ყველას, წმინდა გიორგი შეეციოს მისი უწმინდესობის და უნეტარესობის სულს და დაგლოცოს ყოველი ჩვენგანი. ამინ. ქრისტე აღდგა. გაიხარეთ.